კი გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ პირადად მოგვეცა უფრო დიდი იმედი იმის, რომ ეს პროტესტი როგორც ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ ეს პროტესტი არის მკვდარი, ეს არ არის მკვდარი მდგომარეობა. ჩვენ კიდე გვაქვს იმის საშუალება, რომ პროტესტი უფრო განვავითაროთ და რაც შეეხება საერთაშორისო მხარდაჭერას, უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა არ არის ის ერთადერთი გზა, როგორც ამ რეჟიმს უნდა ვებრძოლოთ და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი, რომელიც უნდა განვავითაროთ. მეგობარი აქტი ახლახანს მიიღეს ამერიკაში და მეგობარი აქტის შინაარსი რამდენიმე სექციად იყო იქ დაყოფილი მეგობარი აქტი და პირველი სექციები მიეძღვნა ზუსტად იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მეგობარ აქტს საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ტრულად მოიხსენიებს ქართული ოცნება მეგობარ აქტს და მეგობარი აქტის დასაწყისშივე არის ზუსტად ნახსენები რა არის ამის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი სწორედ არის ავტორიტარული რეჟიმების, როგორც არის ჩინეთი, რუსეთი და ირანი. კონკრეტულად ეს სამი ქვეყანა არის ნახსენები ამერიკულ მეგობარ აქტში. მიიღო კიდეც სენატში უკვე ამ აქტმა პირდაპირ დაერქვა ის, რაც არის ამერიკისთვის ეს. ზუსტად და ეს არის სწორედ ამერიკის ინტერესის ნაწილიც. ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა, ვიცით და მისთვის მთავარი მტერი სწორედ ეს სამი სახელმწიფოა, რომლის გავლენებსაც ხედავენ აქ საქართველოში. მეგობარი აქტის შემდგომ სექციებში ისიც არის ნახსენები, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოველთვის მიდიოდა წინ დემოკრატიის გზაზე, თუმცა პირველად ამერიკელები ხედავენ ამ გზიდან უკუსვლას და პირველად ისინი ხედავენ და კონკრეტულად ამ სიტყვებით არის ნახსენები, რომ მზარდად მტრული გარემოა საქართველოში საზოგადოების მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, სანქციების ნაწილში სწორად ხედავთ ჩვენ, რომ ქართული ოცნება შეშინებულია, ქართული ოცნების მთელი პროპაგანდა, მათ მთელი ფული, რესურსი, ყველაფერი აქვს დახარჯული იმაზე, რომ დაემტკიცებინათ ხალხისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ ურთიერთობას დაათბობდნენ, ასე რომ ვთქვათ. თუმცა აქაც ხედავთ, რომ პირიქით ტრამპის ადმინისტრაცია და მეგობარი აქტზე როლს ავლაპარაკობთ, აუცილებელია ვახსენოთ, რომ ეს არის ორპარტიული აქტი, რომელიც ძალიან იშვიათია ასეთ გარდამავალ მთავრობების დროს. ამერიკამ დაამტკიცა, რომ ორპარტიულად მათ შეუძლიათ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის გზის მხარდაჭერა და ევროინტეგრაციის გზის მხარდაჭერა. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, მანამდე სექციებში თუ წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არის ვალდებული, რომ კონგრესს კონკრეტულად წარუდგინოს, მაგალითად საქართველოში არსებული რუსეთის და ჩინეთის სპეცსამსახურების სია და რუსეთის და ჩინეთის კავშირი საქართველოსთან მიმართებაში. სანქციების ნაწილში უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს პრეზიდენტია ვალდებული, რომ შეიმუშაოს ის სია იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ და არიან ჩართული საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის უკუსლაში. სია იქნება ჯო ვილსონმა გამოაქვეყნა მონახაზი, ასე ვთქვათ, სექციების ეს რაღაცა არც არის არც ოფიციალური და არც საბოლოო, თუმცა ყოვლის მომცველი იყო რეჟიმი კარგი. კი, თუმცა კონკრეტულად იყო შეჯამებული თავარი გავლენის აქტორი. კონკრეტულად აქ ის ამბავიც არის, რომ არა მხოლოდ მოქმედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული, 2014 წლიდან მათ შორის მოყოლებული ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ საქმიანობებში, ან ახლა იკავებს, ან იკავებდა თანამდებობის პირებს ქართულ ოცნებაში, ამ ადამიანებთან შეეხებათ და პირველად გვაქვს ისეთი სანქციები, რომელშიც წერია, რომ ეს სანქციები ასევე შეიძლება შეეხოს თვითმმართველ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, ანუ მერებს. ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდა სწორედ ამაზე იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მოგვაშორებს ამ ყველაფერს და თავის თავზე აიღებს, ასე რომ ვთქვათ, და ჩვენ არ შეგვეხება და ეხლა პირველად ვხედავთ, რომ ამერიკის სანქციები შეიძლება შეეხოს ნებისმიერ რეგიონში, რავი, ხაშურის მერს მაგალითად. და ასეთი დაკონკრეტებულია. სანქციების ამ აქტის მიღებიდან 90 დღეში არიან ვალდებული, რომ ეს სია წარადგინონ კონგრესს და ამის შემდეგ უკვე მოხდება სანქცირება. რაც შეეხება კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ესეც მგონია, რომ იქნება მომავალში პროპაგანდის ნაწილი, რომ შეიძლება ტრამპმა არ მოაწეროს ხელი ამ მსგავსი რამე. ეს ასე რომც მოხდეს, ჯერ ერთი ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ პირველად ვხედავთ ასეთ ორხმიან თანხმობას
მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნაწილი, ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ასე ერქვა ასე შეარქვეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ამიტომ აუცილებლად მნიშვნელოვანია ამის შემდგომი პერიოდი. კონგრესს როგორც კი წარედგინება, ამის შემდგომ მიდის უკვე ამერიკის პრეზიდენტთან რომ მოაწეროს ამ აქტს ხელი. ამერიკის პრეზიდენტმა სასწაულიც რომ მოხდეს და ვეტო დაადოს, ამ აქტს ამის მიუხედავად 2/3 მაინც დაძლევს ამ ვეტოს. ამიტომ წარმოუდგენელია თეორიულადაც კი წარმოუდგენელია რომ ასეთი ფაქტი მოხდეს.